დაჯექი დუსო. დაჯექი. ოჩა. მოკლედ ახალი ამბავი გვაქვს, ჩელსონენი ამტკიცებს, რომ არმან ცარუკიანი წლის ბოლოს შეხვდება ჩვენ მებრძოლს ილია ტოპურიას. მისი წინასწარმეტყველებები რამოდენიმეჯერ ახდა, მაგრამ რამოდენიმეჯერ არ ახდა. ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია სიმართლე სიძახის თუ არა ჩელსონენი. იქამდე კიდევ გადავთარგმნე მე არმან ცარუკიანის ბოლო ინტერვიუ ამ ყველაფრის შესახებ და მოდით მოусმინოთ თქვენ მე და დუსო რასიძახის არმან ცარუკიანი. როგორც ჩელსონენმა თქვა, შენ ილიას დეკემბერში შეხვდები, ეს სიმართლეა? იმედი ასეც მოხდება, მინდა ტიტულზე ბრძოლა, ბრატჯან, შეიძლება სონენმა რაღაცა იცის. თვითონ ორგანიზაცია აწარმოებს ამაზე საუბარს. ჯერ არავის არაფერი არ უთქვას, მე მაინც ვაგრძელებ ვარჯიშს და ილიას შიგადაში ვკმენ და ვიწვევ. ვეიაზვები, ხო ხდები? ტოპურია გრძნობს, ჩემთან შანსი არ აქვს, ამიტომ ჯობია ეს ხამარი მომცეს და მერე დამელოდოს. მისთვის დიდი პრობლემა ვარ და იცის რომ ჩემთან ჩემპიონობას დაკარგავს, ამიტომ უნდა მარტივი ჩხუბი პედისთან ან გეიჯისთან, თან კაი მაყუც გააკეთებს, თან ტიტულს დაიცავს. გონია რომ მოუგებ? Конечно. მზად ხარ კიდევ ვინმეს შეხვდე UFC-ს რომ აჩვენო შენი მზადყოფნა ყველაფრისთვის? Яснია, მე უკვე ყველას ვუთხარი რომ მზად ვარ ვიჩხუბოს სექტემბერში ან ოქტომბერში. Я в форме как никогда цаватанем. ვარჯიშობ დღეში ორჯერ და ჯამრთელი ვარ ხარივით. ასე რომ თუ მეტყვიან ვინმეს შეხვდი ოქტომბერშიო, მერე ტოპურიას დეკემბერშიო, პრობლემა არ არის. დენ ჰუკერმა გამოგიწვია და თქვა რომ მხოლოდ ის არის მზად შენ გეჩხუბოს, შეხვდებოდი მას? Конечно, თუ ილი არ შემახვედრეს ჰუკერს დავწყებ, მაგრამ მე მაინც სატიტულო ბრძოლა მირჩევნია, რადგან მე ამას заслуживаю, გესმის? თან ნომერ პირველი კონტინდენტი ვარ. აქ რომ იყოს ილია, რას ეთყოდი? Просто კამარი მომეცი, ან მომეცი საშუალება ვინმე სხვა შეხვდე ტიტულზე, ბრატ. ხალხმა იცის ვინაა საუკეთესო და ვინ იმსახურებს კამარს. თუ UFC ჩემს მაგივრად სხვა შეახვედრებს ილიას, ხალხს ეს ორგანიზაცია შეეზიზღება, რადგან ეს ნესპრავედლივი საქციელი იქნება ჩემს და ხალხის მიმართ. ამიტომ ეს ბრძოლა შედგება მაინც აღპერ. ხედავთ რომ კრის დიდ დროს უთმობ ილიას დამარცხებას დგომში აპირებ თუ მიწაზე? Конечно არა, ის კაი მოკრივია, რა თმინდა მაგასთან ბოქსაობა. მე მას ფეხებით დავუშვებ, კლინჩით დავლეწავ და მიწაზე დავღლი. პირველ რაუნდს როგორმე გადავაგორებ და აი მეორეში ის უკვე უსტალი იქნება. და დაღლეზე ხო იცი, без разницы მსოფლიო თუ გალაქტიკის ჩემპიონი ხარ ბოქსში. მე просто უეჭველი ვიცი ეს ჩემთვის ადვილი ჩხუბი იქნება. ილიასთვის კი რთული, ამიტომაც გამირბის იხვივით. Ilya, stop running, Ilya. Stop running, Ilya. Good boy. I'll make it quick, no worries. Good boy. ვინ მოიყვანა ეს არ ვიცი. იქა ბიჭი. როგორი იქნება შენი და ილიას ჩხუბი? მე კლეტკაში შევარდები, წავაქცევ ტოპურიას, შევაჯდები და იდაყვებით დავანოკაუტებ. კამარიც ჩემი გახდება, ბრატ. მე ზნაეში რა მოხდება? ისლამი ჩამოვა, მაგასაც მოუგებ, არავის ეწყინოს ჩემი ბაზარი, просто ჩერეჩულ მაგარი ტიპი ვარ რა. Как танцуется? Хоп, на-ни-на, на-ни-на. Хоп, на-ни-на, на-ни-на. Хоп, на-ни-на, на-ни-на. Хопана! На-на-на-ни-на, на-ни-на. На-на-на-ни-на, на-ни-на. На-на-ни-на, на-ни-на, на-ни-на. მოკლედ ცარუკიანი და ჩელსონენი დარწმუნებულები არიან, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად მოხდება წლის ბოლოს, მაგრამ არ ვიცი, მე რას ვფიქრობ? მე ვფიქრობ, ალბათ გეიჯის უფრო მეტი შანსი აქვს ილიას შეხვდეს, ვიდრე ცარუკიანს, იგივე ავიღოთ პიმბლეტი, ან მაქს ჰოლუეი, ან საერთოდ შეიძლება ელოდებიან რაღაცას UFC. მაგალითად ელოდებიან ისლამ მახაჩევის ბრძოლას მადალენასთან, როგორ დასრულდება იქ. მაგალითად თუ მოიგო ისლამ მახაჩევმა, შეიძლება ილია ტოპურია მიადგეს 67 მეჩი. ან თუ წააგო ისლამ მახაჩევი, მახაჩევის და ილია ტოპურიას ბრძოლა ბევრად საინტერესო იქნება, ვიდრე ცარუკიანის. თვითონ ილია ტოპურია ჩუმად არის, მას გაწერილი გეგმა აქვს და რაღაცას ელოდებიან აშკარად ილია ტოპურიას და UFC-ს. ნუ თუ ისლამ მახაჩევს ელოდებიან, არ ვიცი, მე ვიდეო გაკეთებული მაქვს ტოპურიას სავარაუდო ყველა მეტოქეზე, მაქს ჰოლუეიზე, ისლამ მახაჩევზე, პედი პიმპლეტზე, არმან ცარუკიანზეც და ერთადერთი არ გამიკეთებია ჯასტინ გეიჯზე და თუ თქვენ კომენტარებში იაქტიურებთ, აუცილებლად შემდეგი ვიდეო ჰაილაიტზე იქნება, დაწერეთ კომენტარებში, მე და დუსო კიდევ ამით გემშვიდობებით.